ბიძინევანიშვილის უცებ გამოჩენა დაბრუნება უკვე რაღაცას მოასწავლებდა რომ რაღაცა მოხდებოდა ცვლილებები იმიტომ რომ ეს კაცი ისე არ დაბრუნდებოდა რომ არა რაიმე გრანდიოზული არ გაეკეთებინა მაგრამ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ბატონო დემურ განსაკუთრებით ის ნაწილი ვინც თუნდაც ჩვენ გვიყურებს თქვენ გიყურებთ სხვადასხვა ტელეარხზე იქნება თუ ეს თქვენ სოციალურ ქსელში იქნება თუ ასე შემდეგ და აკვირდება იმ ნაწილს მაინც რომელი ნაწილიც მოდი ასე ვთქვათ არა მხოლოდ კონსერვატიულად აზროვნებს, არამედ ან ტრადიციული ადამიანი, არამედ ზოგადად აი ამ გადამწყვეტ მომენტში მშვიდობის მხარეს იყო და იმთან მსოფლიო გეოპოლიტიკაში, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ორი უდიდესი ქვეყნის დაპირისპირებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაპირისპირების დროს, უკრაინა კარგად ვიცი ჩვენ რაც მოხდა, აი ამ პირობებში, როცა რაღაცა მძლავრი ბიძგები წავიდა იქითკენ რომ სუვერენიტეტის დაცვაზე ვთქვით რაღაცა კონსერვატიულ ხედვაზე ვთქვით რაღაც ის პრემიერი რომელი პრემიერიც იდგა სათავეში ამ კუთხით დღეს მას ის გადადგა ბუნებრივია მან თქვა რომ პოლიტიკაში რჩება მიდის პარტიაში მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერი ნათელია რომ ის ამ მთავარი პოსტიდან და მთავარ საჭეს ტოვებს და გადადის პოლიტიკაში უმეტესი ნაწილი ფიქრობს მხოლოდ ორ რამეს ვეთქვი